თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არა პოლიტიკური არჩევნები, არამედ ქალაქების და სოფლების განვითარების წინაპირობაა. გოფახეძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია კუთხეშია მიმწვდეული და ამის მიზეზი deep state-ია. არც დამხობის თავი არ აქვს ამ ადამიანებს. ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. ხო, აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ეს შემდეგ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, აქ შეგახსენებთ, რომ არც 53%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული და არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რო არ ესმის ოპოზიციას, ეს არის რა თქმა უნდა მათი პრობლემა. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ეს გააკეთა deep state-მაც, ხო? მათ შეიყვანეს რეალურად კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არა და საბედნიეროდ კუთხეში.